ჩვენი შოუ 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 საგამომცემლობისას მიფასო მეგობრებო მოგესალმებათ ჩვენი შოუ და მისი წამყვანი გია ბაღაშვილი ემანდელი გადაცემის პირველი სტუმარი დიდი ხანია არ მოგვიწევია ჩვენ შოუში არადა იუმორითა და ხალისით სავსე კაცია გთხოვთ შეეგებოთ გიგი გილიგაშვილი იგივე ქიშვარდაი ბიჭი ორდადი შეგენაცვალე ის აი მაგიტომ მიყვარს ჩემ გადაცემაში მოსვლა რა აბა ფაკლავინო აბაგაცო აბა დამიჭაშილი კი როგორია ვისი ღვინისა ჩვენი ბაღაშვილების არ მოშიკიან ო ქიზიყური აბა ნახე მრავალ შობა ახალწელს გენაცვალე წავლილია მაგრამ მრავალს და ესა გაგიმარჯოს მერთვა არის ყოჩაღი აგარია დაბრდანი შემოძმო ოიცი ახეთში რას ამობენ ხოლმე ამ ღვინით მკვდარი დედა მარუნა იტირებს იგი ღვინოა შემოგიგი მართლა кай ხანია კაცო რაცა ყოფილიყარ მე მგონი 2 თუ 3 წელია გასული მას შემდეგ აი ამას გვიო რომ დაგვიძველდა და შენ ვიცი რომ ისე კარგად მოახუჩებ ხოლმე აი ჩვენებურ ისტორიებს კახურს რომელიც აი ჩვენ შოუს მოუხდება და მოდი შენ გადმოგცემ სიტყვას კი ბატონო ეხლა აუცილებლად უნდა დავიწყო ომით რა იმიტომ რომ ხალხი ყოველთვის ელოდება საფირმო თემაა შენ ისტორიებში ომის ისტორიებს ელოდება ხალხი და ერთი ესეთი ახალი ისტორია ამას წინათ მომიყვნენ გუდილ ივანიჩზე რა ჩვენებური კაცი იყო გუდილ ივანიჩი და ეხლა ეს ივანიჩი ყვება ომშიო მუშაობდი პილოტათო ფრონტზეო სამამულო ომშიო და ჯო პახმელიაზე ვიყავ ძალიან თავი მისკდებოდა და დილი თავფრინდ 1-3-4 წელი ჩამოაგდეო და უკან მოუტრიალდი ნერვები აღარ ამყოფნი და თავი გახეთქვაზე მქონდა 1-4 წელი ჩამოაგდე რომ მოვფრინამო პოლონეთი უკრაინის საზღვართან ვხედავ რომ საზამთროცი ბაღიაო თან ეთყობა კლიენტი ნანახი ყავდათ უკვე დაეკრიფ ნათეეკუჩე ბინათო აი ეს ბაღი და კი მეზარებოდაო მაგრამ ვიფიქრეო რომ ბიჭებს წაუღებ ბაზაზეო გავახარებ დავფრინდიო და როარ შამცხვეი ტონა ნახევარი შავაყარე ტონა ნახევარი შავაყარე ეხლა ბირჟაზე ხო ყვება ამ ამბავს და ვიღაცამ უთხრა რომ როგორ დაძრაო მართალი ხარ ძალიან გაუჭირდა ძლივ ავწიე სამალიოტიო ძლივ ავწიეო და გერმანელებმა რომ დამინახესო ერთმა უთხრა მეორესო რომ ივანიცო უეჭველი გრუზი უდევსო და დევე დევნოთ ეგ მანევრ ვეღარ გააკეთებსო რომ ნელა მოფრინამდიო რა მძიმეთ და მე დევნა 4-იო ბომბდამ შენი გერმანელებისაო და რამექნავ ერთი ბამბის ქულა ღრუბელი იყო ცაზეო და შიქ შავვარდი იგავაჩერეო გაიგრე წრეზე დაფრინამენ საწავიდა შობელძაღლ საწავიდაო და დავაჭირე პულიმიოტო და აი ეგრეთ ჩამოვტრიალდი და 4-ვე ჩამოვყარე დაბლავ აი ეგრეთ ჩამოვფრინდიო შვიდობით ბაზაზეო ეხლა ვიღაცა ეკითხება რომ ივანჩო თუ ამ ხელა ამ გმირობები გააკეთე ეხლა ერთი მედალი როგორ ვერ ჩამაიტანეო კაცო შვილო მაშინაც ჩაწყობები იყო ყველგან კაცი უნდა ყოლო და მედალი რომ მეერცათ აი ეგეთი კოჩარი იყო ომის ამბავი ეხლა ყოველთვის შენ კარგად იცი ჩემო გია ეხლა იმიტომ არა რომ შენ შოუში ვარ ადრეც მithქვამს რომ ჩემთვის იუმორი იწყება ქიზიყიდან რა გაიხარე იუმორი ჩემთვის პირველია ძალიან ხარტი და ის არის რა ლაღი და ამასინათ ერთი გორელი კაცის მონაყოლი მომიყვნენ რომ მამა ჩემს ერთი წნორელი ძმაკაცი იყავდაო კამაზის მძღოლი 90-იანი წლებიაო და ეს კაცი ეთყობა გორისკენ მოხვდა და უფიქრია რომ დაჭიროება ყველაფერს ფასი აქვს მოგლეთ და ცოტა სალიერკას ჩამოუცხამ ჩემ ძმაკაცო ოჯახში გამაადგებათო რა არეულობა მოვიდაო გააჩერაო და ის საფეხური რო აქვს კამას იქ ადგაო და იქიდან ნძახისო არც სახელი არც ისა რომ დამინახაო ბალღო ვედრა არა გაქვთო მიდი ერთი წამაიღე ვედრაო მე უთხარი რომ ძიაო ვედრო კი გვააქო მაგრამ ყური არა აქვს მე გამამხირო ყური რა თმინდა კი არ უნდა ვეჩურჩულო შეშობელძაღლო შენა თუ გააკამაი ვედრა თუ გაწამაი კი არ უნდა ვეჩურჩულო ისანზე მისულა დაშვილებში
ერთი კაცი ასაკოვანი კაცია და თურმე ძალიან დიდი სათვალე უკეთია, უკვე მხედველობა დაქვეითებული აქვს ძალიან და რაღაც მანქანის მოდელი უთქვამს ამისიო წინაშუშა მინდაო რა. იქ გამყიდველს უთქვამს რომ ძიაო გვაქვს ეგეთიო, ოღონდ ტაივანის აგვაქვს. ეხლა ეს ვერ მიხვდა ტაივანი რა შუაში, რა განსხვავებაა შვილო და არაფერიო კაცო, არაფერი განსხვავება არ არისო. უბრალოდ აი ხილვადობა აქვს 15%-ით ნაკლებიო რა, დანარჩენი ერთი და იგივეა. შეხედა და შეშობელ ძაღლო 75 მემაკლია 15 შუშას ეგდე. ბარემ გიფსო კარტო ნავაკრამ და იკრები. მაგერა გამბო. ეხლა ერთი ამბავი გურჯაანელებზე ყოველთვის უნდა მოყვეშო. ხა როგორც გურჯაანელმა და გურჯაანელები სკოლის მოსწავლეები წაიყვანეს ორჯონიკიძეში ექსკურსიაზე. რა ვიცი რატომღაც ორჯონიკიძეში წაიყვანეს რა კომუნისტების დროა და ძეგლი დგა ვერ გაუგიათ ორნი ბალღები დაობენ რომ ესო სტალინიაო თუ ორჯონიკიძეო. ერთი ამტკიცებს სტალინიაო, მეორე ორჯონიკიძეო. მესამე ცოტა აბუეტი რო იყავდათ ამ ლაპარაკს შეესრო მიადგათ რა ამათ ეხლა დაბოდიალობენ ეგრე ქალაქში არიან გაფანტულები. რა ხდებაო ამ მესამე მიკითხა. კაცო ვერ გაგვიგიაო ეს არისო სტალინიაო თუ ორჯონიკიძეო. შენი აზრითო და ამან შახედა კარგად აი გულდასმით დააკვირდა და ეგაო ან ლენინი იქნებაო ან ვაჟაბშაველაო. ან ლენინი ან ვაჟაბშაველა. ძალიან ახლო თქვა და ამათ იციან რომ არც ლენინი არც ვაჟაბშაველა კაცო და რა სამობო ბიჭო რა სისულელეს აილაპარაკო. მე რა ვიციო კაცო მე ყველა ხატვარ კი არ ავცნობ გენაცვალე. ისი ორი ხატვარია. ეხლა გესწრება რომ ჩვენ ბავშვობაში ეს ხორცილი იყო თუ ფელეხი იყო თუ სეფაში იმართებოდა სოფელში აიშლებოდა სეფა და ეხლა საქმე როგორ იყო რომ თუ კარგი ყოჩაღი ყასაბი არ აყავდა თან სანათესაოში უბანში სოფელში ყასბებს ქირაობდნენ ხოლმე რა და ესეთი განთქმული ყასაბი იყო ჩვენსკენ და ამ კაცს ხშირად ქირაობდნენ. ეხლა ეს ცოტა მოხერხებული კაცი იყო და ამ საქონელს სანამ დაკლავდა ძროხას ჩუმად ჩაილაპარაკებდა ხოლმე რომ იქ ოჯახის წევრებს რომ არ გაეგოთ რომ აბა მიაგებოი დედა ჩემ მამაჩემ და მე დაკლავდა რა იქ დავისიანებს უგზავნიდა. ერთხელაც მიადგნენ რომ კაცი დაგვეღუპაო ქელეხი გვაქო და მაიტაო ძროხა დაგვიკალო რა. აპაპაპა ამანა თქვა აღარ მიხსენოთ ეგ საქმე საერთოთო. რატო რა მოხდაო? წუხელო დედა ჩემი დემეს იზმრაო. ეგრე მითხრაო რომ შვილო ძალიან ბევრი საქონელი დაგვიქუჩდაო და მამა შენი ამბობს რომ ბიჭი თუ არ ამოიყვანე მე ვეღარ ავიდივარ. გინდა დაკალით გინდა მოკალით მეტანა ხელში აღარ ავიღებ თავი დამანებეთ მამწლი თავი და რა ეგეთი შაშინებული ამოძახებაზე იყო. ბატონო ეს ამბავით რო არ მოყვე ეხლა ძველი ამბავია მაგრამ თან ნამდვილი ამბავია და თან აი კახური კლასიკაა რა. შევარდნაძის დრო არის და რაღაც არმატურით რკინებით მილებით დატვირთული დიდი ტრაილერი მოდის. რუსული ნომრებით. გააჩერეს ჩალაუბნის ტექსტზე. შეამოწმეს და საბუთები წესრიგში არა აქვს რაღაცა დარღვევები აქვს რაღაცა ისა აქვს ესა აქვს და ამათ გადაწყვიტეს რომ ოქმი დაუწერონ მძღოლს. ჯარიმა. ეს მძღოლი გამოდგა ჟურავლოვი. შაიკრიბა მთელი ჩალაუბნის ტექი და ჟი როგორ იწერება არც ერთ არის. შაღონებულები არიან. ერთმანეთს ეკითხებიან. მე ერთი ცოტა გონება მახვილი იყო და იმანა თქვა რომ მაიტაო რაციაში გომბორ გადავცეთო და ისინი გვეტყვიან როგორ იწერებაო. მაგრამ ბრინჯი 4 აქვს თუ რავი კოდი რაც ეკონდა რა ბრინჯი 4 აქვს ბრინჯი გომბორი და იქ და რა გინდათ. იცი რა გვაინტერესებსო ჟი როგორ იწერებაო აქედან ძახი. იქიდან პასუხი. ჟის წერა რო ვიცოდეთ ეგ ტრაილერი აქ იქნებოდა გაჩერებული. იმათაც მაგიტომ გამოუშვეს ჟი ვერ დაწერეს და გამოუშვეს. გაიხარე შემოგიგი მართლა ყოველთვის სიხარული ახლავს ხოლმე შენს სტუმრობას. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მომბრძანებისთვის. ჩვენი სტუმარი გახდათ გიგი გილიგაშვილი. გიორგი გაბუნიას ღამის შოუს სცენარისტი, იუმორისტი ბექა სულაძე გახლავთ ჩვენი შოუს შემდეგი სტუმარი.
ეკა მოგესალმები შეგენაცვალე. ძალიან მოიწონა შენი სტუმრობა და შენი ისტორიები ჩვენი შოუს მაყურებელმა. ამასინათ რომ იყავი ჩვენთან სტუმრად და. დიდი მადლობა. მოდი გავაგრძელოთ ჩვენ ეს სერია და მით უმეტეს ისეთი საინტერესო ისტორიები გაქვს ხოლმე, აი ყოფით თემაზე და არა მარტო და. მოდი დავიწყოთ. კი ბატონო, მაშინ ერთი ესეთი ისტორია მაქვს. ტაქსში გადამხდა. ტაქსისტი მესაუბრება რომ ახლაო ჩვენო რასაც ვიყურებთო, გარშემო ესო არისო დროებითიო ყველაფერიო. მარსეო იწყებაო კოლონიზაციაო. ახო დედამიწიდანო ჩვენო მარსეო მივყავარ ჩაგვასახლებენო. რამოდენიმე წელშიო მოვლენო ჩვენთანო ასეო $10,000 მოგცემენ და გვეტყვიანო მარსე უნდა წახვიდეო. და მე ვთხარი ახლა რა გამოვიდა აქ ცხოვრობა აქ დაიბადე ბავშვები რაღაცა შენი ზამეთქია ვიწაწყალი და ახლა შენ რო ვიღაცამ $10,000 მოგცეს მეთქი მარსზე წახვალ თქო რავი ათლარად მივდივარ სანზონაში და $10,000 აი ლოგიკა. $10,000 რემონტს ვაკეთებდი სახლში და ელექტრიკოსი მყავდა, კარგი ბიჭი იყო და გამოვკითხეთ ახლა ერთმანეთს აბა როგორ ანაირად საიდან და მიყვება რომ მე კონსერვატორიაშიო სწავლობდიო. 4 წელი ვისწავლე კონსერვატორიაში, მე ფული გინდაო, პატრონი გინდაო, რაღაცა ამ მიმართულებითო ვერ განვითარდიო და ელექტროობას მოვკიდეო ხელიო და აგ სახლებში ახლა შეკვეთებს დადიო ელექტროობას ვაკეთებოდა. შენო გესმისო ელექტროობა მე მეკითხებად. არა მეთქი საიდან? გესწავლა კონსერვატორიაშიო. ინდა მირიგზა არის ელექტროვი შესავლისგან. რა ერთი უფროსი კაცი ახლობელი და ცოტა ისეთი რა ქვია, უბანს აზანზარებდა ეს კაცი რა ბატონო კი უბანს აზანზარებდა და რა ქვია, ეს ჩხუბის თავი და ეს ქუჩა და ჩასარეცხი აპარატებით 24 საათი ქუჩაში იდგა ხა. და შვილი ცოტა ისეთი გამოვიდა რა ქვია, შვილი გაწონასწორებული რაღაცა გაიზარდა ბავშვთა გასართობ ცენტრში დაიწყო მუშაობა. სხვადასხვა ცხოველის ფორმას მოირგებდა ხოლმე და ართობდა ბავშვებს და ამ კაცს ეუბნებიან რომ შენი შვილიო გავიგეთო იქ ბავშვთა გასართობ ცენტრში მუშაობს და მამას გავს მამას გელია ჩვენი ახლობელია რა ნუ ცეკვაზე დადიოდა ცეკვაზე მაგრამ ახლა ვერ ცეკვავდა ისე როგორც უნდა 8 თვლაში რომ უნდა ეცეკვა 5 თვლაში ატევდა ეს მასწავლებელი ახლა უხსის რაღაცა ისეთი ილეთი იყო, უნდა რაღაცა ახტეს და ხელები ჰაერში გაშალოს და ავტომატ შეუძლია ხელების გაშალოს, ერთად ვერ ამთხევს ახლა ამას და ჯო ასე ვახტი გაშალე ხელებიო და ვაკეთებო არ გამოდის, ბიჭო ვახტი გაშალე ხელები და ეს სამჯერ 4 და მოეშალა ამ კაცებს და შედედე და დალოცვილო შენა. ვახტი და გაშალე. შედედე დალოცვილო. უატრიალა აღარ გაუშვა გულმა და შედედე დალოცვილი. ჩვენი ახლობელი უბრალოდ შვილი დაყავდა კრივზე. კრივზე დაყავდა და ეს ბავშვი მოვა სახლში და ზიმერელია თან ეს ბიჭი. მოვა სახლში ეს ბავშვი მესამე ადგილი ავიღეო. მოვა სახლში მეორე ადგილი. გავა ჩემპიონატებზე მიდის და მესამე ავიღე, მეორე ავიღე. მესამე და რაი ამე იღეს. პირველი ადგილი თუ რა ეს მაგათ ჩემო ბეკა, მადლობა სტუმრობისთვის. ხარისხის შემომატებისთვის. ჩვენი სტუმარი გახლდათ ბექა სულაძე. დიდი მადლობა მას. გაიხარა. მომღერალი და მსახიობი ანსამბლის მხოლოდ შენ ერთ სოლისტი ჯონი ჯანჯალაშვილი გახლავთ ჩვენი შემდეგი სტუმარი. ბიჭო ჯონი. ეგანდი ჩემო ჯონი, მოგესალმები. ჩემო ძვირფასო, მოკლედ ძალიან დიდი მოწონება და გამოხმაურება მოხვა შენს წინარე სტუმრობას, რაღა დაგიმოდო, ამაში მეჭვი არ მეპარებოდა, თან მონატრებული ყავხარ მაყურებელს. ამიტომაც მოგიპატიჟეთ მეორეჯერ და კიდე მრავალგზის. მით უმეტეს რომ წელს გამორჩეული წელია, ბევრი ნიშნით. აღნიშნავ ამ შემთხვევაში ერთს რომ ჩვენთვის უსაყვარლესი და მშობლიური ანსამბლ ივერიის მიუზიკლის ფიროსმანის პრემიერიდან არის 30 წელი გასული და
ესეც მინდა რომ თავშივე აღნიშნო და შევახსენოთ ხოლმე ჩვენს ძვირფას მაყურებელს აი ეს მართლაც დაუვიწყარი მიუზიკლი და ახლა კი მინდა გადავიდე იმ ისტორიაზე რომელიც შენი წინა სტუმრობის დროს ვერ მოვყევით არა და ძალიან მინდოდა რომ ეს მოესმინა მაყურებელს იმიტომ რომ შენმე კულისებში გამანდედა მოდი შენი აი ამ დათვის ისტორიიდან დავიწყოთ ჩემო ბატონო სიამოვნებით მაგრამ სანამ მოყოლას დავიწყებდე მინდა მადლობა მოგახსენოთ თქვენ ჩემი მოწვევისთვის წარმატება მინდა გისურვოთ კარგ ახნის უკან ბატონმა თოფაძე გოგიმ თავისი ბიზნეს მოღვაწეობის გარიჟრაჟზე დაიწყო გამოშვება ლუდისა სახელწოდებით მონადირე. ეხლა თავისთავად ცხადია რეალიზაციისთვის საჭირო იყო რეკლამირება. ო რა თქმა უნდა. მოიწვიეს რეჟისორი და რეჟისორმა გადაწყვეტილება მიიღო რომ ორი პროფესიონალი მსახიობი დაეკავებინა ამ რეკლამის რგოლისთვის. ერთი ვიყავი მე, მაშინ მუსიკალური კომედიის თეატრის მსახიობი გახდით და მეორე იყო ჩანტალაძის თეატრის მსახიობი ნოდარ ხუციშვილი. ეხლა ნოდარის კი ეგონა რომ ჩემზე მაღალია, ეხლაც ეგრე გონია. აი თანაბარ სიმაღლეზე ვარ ზღვის დონიდან, არც მეტი, არც ხოდა მოიტანეს შესაბამისი აღჭურვილობა ორი ეგზემპლე, ერთი ნოდარისთვის, ერთი მონადირის მთელი აღაზრულობა. ხო, ეკიპირება და თოფები, პატრონტაში, ჩექმები, ქუდი, ყველაფერი. ერთ სიტყვით გამოიცვალეთ, ჩაგვცეთ მანქანაში და კუსტვის მიმართულებით ავიღეთ გეზი. არ მისული კუსტბამდე ხელმარცხნივ კარგი ადგილი შეარჩია რეჟისორმა, არც დაბალი და საშუალოზე ცოტა მაღალი ხე აი ამოიღო მიზანში. ამ ხეზე უნდა გადაგვეღო ეს კლიპი. ჩამოვედით და არ ვიცით სცენარი არაფერი, უბრალოდ გვეუბნებიან უნდა ახვიდეთ ხეზეო და იქ დაიკავოთ თქვენი პოზიციაო. ნუ მე ახლა ჩემი სახსრების გადამკიდე, რა თქმა უნდა, მაღლა ვერ ავიდოდი და არც ავიდოდი და იქვე პირველივე ტოტზე, განშტოებაზე დავიკავე ჩემი პოზიცია, მოვკალათდი და ნოდარი როგორც გამხდარი, ცოტა ზემოთ ტოტზე ანალოგიურად დაიკავა პოზიცია. ეხლა არ ვიცით რა ხდება. ერთი გავიგეთ რომ დათვი უნდა მოვიდეს. ცოცხალი დათვი. რა არის სასაცილო კაცი? ერთი ახალგაზრდა ბიჭი იყო, რომელიც თბილისის შემოგარენში სოფლიდან დადიოდა ქალაქში 01 მარკის ჟიგული ყავდა. ზემოდან ედგა დიდი გალია და ამ გალიაში იყო ეს დათვი. აი მოვიდა ზუსტად ეს ბიჭი მოვიდა ტრასაზე გააჩერა მანქანა. ხო და ეს რო დავინახე ამას აქ რა უნდათ მეთქი და რეჟისორმა ეგ არის მთავარი ეგ არის ვინც არისო თორე ამ დათვს გამობმული ქონდა მავთული ცოტა მსხვილი მავთული და კისერზე ქონდა გამობმული რა და ისე ჩამოიყვანა მანქანიდან მანქანის უკანა შუშაზე ის იყო რა ვქო კიბეები და ამ კიბეებით ჩამოიყვანა უნდა ჩამოვიდეს ტრასიდან ამ ხემდე და ეხლა რეჟისორი გვეუბნება მანამდე არაფერი არ უთქვია ალბათ რო არ შეგშინებოდა რა რომ ეხლა თქვენ მართალია დათვზე სანადიროთ ახართ მომზადებული რო იცოდეთო და აი ეს დათვიც მოდისო და არის როლოთო მართალია ეხლა ჩვენ თოფში არისო პატრონები არისო მარტო პატრონტაში იყო ცაბსე რა აღჭურვილობა სრული დააკვირდით რას რა მოიმოქმედებს ეს დათვი ჩამოიყვანა მოყავს მოიყვანა მავთულის ბოლო გამოაბა ხეს და იქვე დასვა ეს დათვი ხის წინ ლუდის ყუთები იყო 20 ბოთლი რო ჩადის რა ეხლა წინა თათებით ვერ მიწუდებოდა დაბმული იყო ეს დათვი და უკანა თათებით ადგა და ესე მოიწია რა მოიზიდა თავი ჩვენ აკვირდებით ხო ჩვენ ვაკვირდებით ზემოდან უყურებ კაცო 2 მეტრიდან უყურებ რა ესე მოიწია ეს დათმა ეს ყუთი ამოიღო ერთი ბოთლი ეხლა მე ბოთლი გასახსნელის გარეშე ადრე ბეჭედი ვისაც ეკეთა ბეჭდით ხსნიდა ამან აიღო
გადაუსვა ხელი ბოთლის თავსახურს და ჩაიდო პიში ესე შევა. კბილები დაიწყო გახსნა. გამოცდილი გაწვით. კბილები დაიწყო გახსნა და სანამ გახსნიდა ერთხელ ააგდო, მე მეორე ხელით ააგდო და მე დაიწყო გახსნა და მე ჩაიდო ბოთლის თავი პირში. აი ესე დაატრიალა. ჩამოიცალა ერთი ბოთლი. უყურებ კაცო ერთი ვა. შენმა გამდერმა გაიქცა. მეორე ბოთლი მეაყოლა, მესამე ჩამოიცალა და რეჟისორი შეიძლება მეთქი რეჟისორს მეკითხები. შეიძლება რომ აპლოდისმენტით გამოხატოთ მეთქი. არაო, ეს რეპეტიცია იყო. ეხლა ხო გაიგეთ რა თქვენ რა უნდა გააკეთოთ. დააკვირდით რას მოიმოქმედებს ეს დათვი. დაიწყო გადაღება კიდე გააგრძელეს და ადა მიაყოლა მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-12, მე-14, 18 ბოთლი ჩამოიცალა. წარმოგიდგენია? რამ სმელი, რამ ჭამელი, მაგაზე იყო. ხო და 2 ბოთლი დარჩა თავისთავად ცხადია და ვატყობ რომ რაღაც ის მოძრაობები არ აქვს. ხიზელს რო ქონდა. დაიწყო მივხვდი რომ უკვე რაღაცა სერიოზულად არის საქმე. ცხვირზე რო ბუზი დააჯდება ხოლმე, ცხოველზე ესე რო გაიქნეს თავი. აი ეგრე გაიქნია თავი რა, ბოლო გაქნევა იყო და ესმათული არ გამოძ რა, ყელი კიკი რა. აბა გამოძრა ბიჭო, ვაიმე ვიძახი რა გვეშველება, რა უნდა გავაკეთო კაცო. ეხლა მაგ დროს ტვინი დაძაბული როა, აქტიურად არის და აი წამებში შეიძლება მილიონი რაღაცა გაგიელოთ მილიონმა ნიუანსმა თავში რა. ეხლა უყურებ ამას და ვიძახი რა რო ამოვიდეს. არა და ხეზე ცოცვა იცის. არა და ალკოჰოლი მიღებულია 18 ბოთლი დარია და ადამიანი რო სვამს ის კარგავს გონებას ზოგიერთი და ცხოველს რაზე უნდა ელაპარაკო. ერთი სიტყვით ხელში არაფერი აღარ იყო, ერთი უნდა უყურო რაც გააკეთებს და თან ფიქრობ. ეხლა ამას რო ტვინში რო დასხოს და რო დათვი ხო იცი როგორ არის 4-ვე თათი თათის ხეზე და ჩამოსვლით არ ჩამოდის, ვარდება, ეცემა დაბლა ერთ ზურგზე, ერთ მხარეს ეცემა ყოველთვის. ეხლა რო ამოვიდეს, სად უნდა წავიდე, როგორ გავასწრო, ან მე რო გადავხტე, ჩემი სახსრების პატრონი ვეღარ ავდგები მე. ეს ჩემზე ადრე აღმოჩნდება მიწაზე 300 კილოები. სად შეგჭალ რამჟოლობა აქვს. ხო, მაღლა თუ დაბლა. ხო და ერთი სიტყვით ნოდარს ვეუბნები, ნოდარ. ბიჭო, მე ხალხზე რო ადგა უკვე ძალიან ფერმა გადამკრა და ნერწყვი მიშრება პირში. ნოდარ მე ვთხარი, ამოსვლას აპირებს თუ რა არის, თუ მე მეჩვენება მეთქი და ნუ გეშინიო ბიჭო, ვეფხისტყაოსანი ხო გაკითხული იქ რო არისო ილუსტრაცია როგორ აღჭობს ვეფხსო. თავი შენკენ ექნებაო, ჯერ თავი წაუჭირე ყელშიო და ბიჭო ის ტარიელი იყო და მე რა მაქვს ტარიელისა მე ვთხარი მე როგორ წაუჭირო ამ დაცვას ხო შემჭამა მეთქე. მაშინ თუ მოგერევო ბაბაია დაუძახე. ბიჭო რა დაუძახო მე რა ბაბაია უნდა დაუძახო ადამიანს არ ეხლი ბრალ ადამიანს და ამ ბრალ დაც რა უნდა ველაპარაკო რაზე ველაპარაკო მეთქი ბოლო არის მეთქი რომ დესერტად ჩამახრაბუნო ადექი მეთქი და მე-4 ბუჩქის უკან არის ჩემი ტანსაცმელი და ის ტანსაცმელი აურბენინე ჩვენებს მეთქი რომ უკანასკნელი არ იყოს უკანასკნელი საფრთხე ჩემგან ისო კულმინაციას რომ მიაღწია ჩემმა მოთმინებამ მზათავარ რომ ვიღრიალო ხალხო მიშველეთ და ამ დროს გაიხაროს რეჟისორმა კარგია გადაღებულიაო ამოვისუნთქე ცოტა მე მოვიდა ამ დათვის პატრონი შეგეშინდა თუ ბიჭო მე-4 ერთი სიკვდილი გავათავე როგორ არ შემეშინდება ცოცხალი დათვი პირველად ავარ 2 მეტრში ცოცხალ დათვთან მეთქი და შერას მიშველიდი ანუ გეშინეო ისე მყავს გამოწვრთნელიო ისევ ერთი კვირის უკანო წინა შაბათს ქორწილში ვიყავი დაპატიჟებული. ეს ცირკის დათვი ყოფილა რა. ატრაქციონ რაღაც იმებს აკეთებს სანახაობებს ატარებს და ამით გასამჯელოს იღებს ეს პატრონი სარგებლობს დაცაც ინახავს და უნდა დასხდეთო მასპინძელმო ქორწილის მასპინძელმო. უნდა და ისე არ გაგიშვებთო და მე და ჩემი დათვი დავჯექით სუფრაზეო. არ გამოუტოვებია არც ერთი სასმისიო რა. თავის განსხვავებულიანად
ხალხი მოიფანტა, წავიდნენ, დაითრნენ ეს და თამადა დარჩაო. თამადა ხელით გაათრიესო, იმიტომ რომ ამან 2 ბოთლით მეტი დალია კიდე. აი ესე იყო. ბატონო, ბეზდაუდებელი ფალავანი ყოფილა. ერთი ეს მითხარი მეთქი, მამალი იყო ეს და თუ დედალი მეთქი და მამალიო, კაციც ეგაყოფილა. აი ესე იყო კარგი. აი ხარი. ჯონი შენ кейფი ახსენე? მართალია დათვის, მაგრამ кейფი იყო. ხო და მანამდე ფიროსმანი ვახსენეთ შეუბატონო და ახლა მინდა ერთი ფრაგმენტი შევთავაზოთ ჩვენი შოუს მაყურებელს. აი სადაც ნიკალა თავის მეგობრებთან, სადაც შენი პერსონაჟი ფიდოც არის, დუქანში საკეიფოდ მიდიან და აი ამ მუსიკალურ ფრაგმენტს სწორედ შენ იწყებ შეუბატონო. არაფერი გავანაღოლე Simedi, Harry was calling. Diram dirai, da 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 da. 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 Artwell sartsulots kartveli. ხმას არავინ არ იღებს ეხლა თუ არა დავთვერით მერე დარდით საგვიხებს ეხლა თუ არა დავთვერით მერე დარდით საგვიხებს დირამ დირაი დაი 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 დირამ დირაი დაი 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 დირამ დირაი დაი 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 Diram dirai dai 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 Airia ქვეყანა ზემლი დალდის ღვთისმშობეს ღმერთმა ერთად შეხვარა რატომ დავშორიშონე ღმერთმა ერთად შეხვარა Radom dav shori shores Diram dirai da 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 Diram dirai da 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 Diram dirai da 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 Diram dirai da 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 Hey ჯონი, ერთი ისტორია აუცილებლად მინდა გთხოვო რომ მოყვე. ეს არის აი ჩემი აზრით კლასიკა, ესეც აი იუმორისტულ ისტორიებს შორის, რომელიც რეალურად მომხდარა და რომელიც ჩვენ 10 წელიწადზე მეტია, რაც არ მოგიყოლია ეთერში. მთელი თაობა გაიზარდა, რომელსაც ეს არ მოусმენია. სამშობიარო ამბავი მინდა რომ გაიხსენო და მოყვე დღეს. გული მიგრძნობდა რა. 10 წელზე მეტი ხო არ არის? კი, კაცო, არის მეტია ნამდვილად. ჩემი რძალი სამშობიაროდ ემზადებოდა, ძმის ცოლი. მე მაშინ სპექტაკლი მქონდა. მაგას დაწყებია ტკივილები, სამშობიარო ტკივილები და გააქანეს რკინიგზის სამშობიაროში. მე კიდე თეატრში მქონდა მაშინ სპექტაკლი. დავამთავრე სპექტაკლი და ეგრე სირბილით გავიქეცი იქვე. რა დიდი მანძილი არ არის. და რო შევედი ამ სამშობიაროს ეზოში რო შევედი, სამშობიაროს მხრიდან მესმის ქალის ხმა. და პათეტიკური განწყობის. ხო, პათეტიკური ხმა იყო რაღაცა. გავემართე იქ მისაღებისკენ, ხალხი გულშემატკივრების სადაც იკრიბებიან რა. მიმღებში კი არა, მოსაცდელი როა იქ და დავინახე რომ აი ამ ქალის ხმა ისმის, რომელიც კარებში ზის. შვილი შემეძინა ენაცოლოს ბებო, დაგონები, ფაჩულები, ფიჩულები. 57 სანტიმეტრია და 5 და 200 დაიბადა. გოლიათი დაიბადა, ესეთი ბავშვი არ დაბადებულა, 10 დაიბადება ენაცოლოს, დაგონები, ფაჩულები, ფიჩულები. ეხლა ვიფიქრეთ, სხვაგან ხო არ მოვხვდი მეთქი და არა და სამშობიაროს მოსაცდელი. უკაცრავად მეთქი და როგორც იქნა შევედი კარებში. კარში შევედი, სადაც უამრავი ხალხია, სიგარეტს ეწევა ზოგი, ელოდება თუ თავისი პირადი განსაცდელია, თუ ამ ქალის მოთქმით
მიყრილები არიან. ესე იგი, ყოველ წუთნახევარში ეს ქალი ამ ფრაზებს რეფრენებით იგივე ტექსტი მეორებს. რეფრენებით მოსთქვამდა რა, ხალხი ახლა თავის ვერდიქტს ელოდება. თავის აბიგრალია ყველას. თავის იმაში არიან და ერთი სიტყვით მთელი აუდიტორია შეღუნებული იყო და რო არ დაგემალო მეც შევწუხდი. გადავწყვიტე რომ მივსულიყავი ამ ქალბატონთან, მივედი. მე ვთხარი, გამარჯობა ქალბატონო. რა ხდება მეთქი, რა შეასაქმე, ხო ვერ მეტყვით და შვილი შემეძინა ელაცვალო, დაკონები 42-იან და 7-5-700-იან და ესეთი ბავშვი არ დაბადებულა, დაიბადება. ესე იგი ხოვდგევარ ფეხზე და ესე ცხრიცი, ესე მიქნი ხელებს, თითებს. მე ვთხარი ქალბატონო, მე ისღა დამრჩენია რომ წრფელი გულით მოგილოცოთ მეთქი შვილიშვილის დაბადება ღმერთმა ბედნიერი და ჯანმრთელი გიმყოფოთ მეთქი და სასახელო გაგიზარდოთ. მაგრამ რა გიხარიათ მეთქი? როგორ რა მიხარიაო კაცო, შვილი შემეძინა ამდენია სიგნეში 5-8-ია ესეთი ბავშვი არ დაბადებულა, დაკონები. ერთი წუთი ქალბატონო მე ვთხარი, აი შემომხედეთ, კარგად დამაკვირდით. კარგად დამაკვირდით ქალბატონო. 6 და 700 დავიბადე და 72 სანტიმეტრი. ხო ხედავთ, სად გავჩერდი მე. მოდი, მე რა მინდა იქ სიმართლეს გავუსწორო თვალი. მე დაბალი არა ვარ, მე ვარ ზრდაში პერსპექტივა. აი შეგაიხარე. შემოჯონი, დიდი მადლობა ამ ისტორიისთვის, რამდენჯერად ვისმენ, აი ცრემლებამდე მივდივარ, იმდენს ვიცინი ხოლმე და ერთი ფრაგმენტი ხო შევთავაზეთ, აი დუქნამდე თუ მივედით, აი რომ მიხვედით დუქანში მერე როგორ იქეიფეთ ნიკალასთან ერთად მისმა მეგობრებმა და რას მღეროდით, მაშინ აი ეს შევთავაზოთ ჩვენი შოუს მაყურებელს. ჭირიმე შენი ჭირიმე ირინე შემო ირინე გულიმე ვაიმე გულიმე ვაიმე გულიმე ვიყიდე გარდი ვიყიდე ქვეყანა გადავიყიდე გული და ვიდაგე გულიმე ვაიმე გულიმე გული და ვიდაგე გულიმე ვაიმე გულიმე გავიგე ასურა გავიგე სიყვარული თურმე ფეხქვეშ გაიგე გული მამიგალი გულიმე ვაიმე გულიმე გული მამიგალი გულიმე ვაიმე გულიმე
დემოჯონი უღრმესი მადლობა მოგზაურობისთვის ჩვენი სტუმარი გახდათ ბატონი ჯონი ჯანჯალაშვილი მადლობა ეს ამით გემშვიდობები ძირფასო მეგობრებო და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ მომავალ შეხვედრამდე